ყველაფერი შეგვიძლია, წამება შეგვიძლია, ადამიანს მოკლა შეგვიძლია, მაგრამ ამას ხო არ ვაკეთებ. ნარკოტიკის ჩადების გადაიცის ის დაგვება იქ ისა რა ქვია. დაგება და ორ ადამიანს შეეძლოთ, მაგრამ მეც შეეძლოთ, შესაძლებელი იყო ორ ადამიანს ერთმა ერთი ადამიანის ეს თონი და მათ მისი მესერა ნინა რომელიც ადამიანებია ჩემთვის მას მოც არის შეურაცხყოფი და თუ მე არის ატემისენას ხოს მონასტერი არის ეს ხო არა ძალიან კარგად ხვდები მიმართულებას ესე იგი 20 წუთი 15 წუთი დაგვება ეს რა ქვია წამება გაგვეხორციელებინა ეგ ადამიანის და როგორ არ შეუძლია კაცო ყველაფერი შეგვიძლია წამება შეგვიძლია ადამიანს მოკლა შეგვიძლია მაგრამ ამას ხო არ ვაკეთებ და ესე ხო არ ვიქნებ რატომ გიგინებ თქვენ ორ ადამიანის შეძლებენ მაგალითად შეეძლო ეს და მეორე ეს ეგ რა არა მოძავშავე ეს გუში ეს ქვეში სამისო შეგვეთან ხო მეორე ეს და მო მე აი მოგო ვირჩიოს და გასვლა შეიძლება ამაზე რა ყალი დავდო და ამაზე რა ყალი დავდო თეორიაში თორთან აი ხო აქ ექსპერიმენტი რა ვიცი ფში ვარ თუ რა ხდება ვერ მივხვდი რა ვიცი ვერ მივხვდი რაღაც ჯონგლიორობა ხდება და ვერ ხვდები რა ხდება რა მე თუ შეიძლება შორტმა რომ შენთან იყო გაიგებული გალდება, რომ ეს ნარკოტიკული საშუალებები მე ჩამიდეს. სამე დამიფიქსირეთ ეს მაგას მეუბნები? მე ის ვიყო. არაფერი არ იყო ჩემთვის რომ აერზე ვინდას ლაპარაკ, იმდენი მაგ მოსმენილი, თქვენზე ხა თუ მეკითხებით და ისეთია დაბრალებულიც რა არა, არ გამიგია. დაიფიქსირები და გავიგებ. ჩემი აპოზიცია რა მაშინ მოსმენილი კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. რაც მიწერია ოფში. არა კიდევ ერთი წერა მოსმენილი მოწოდებული. არა, მას ეხა ტელევიზიაშიც ბევრია გაჟღერებული და ისეთები აქვს, ნათქვამი და დაბრალებული, რომ ფიზიკურად ისა რა ქვია, საფრთხეთაც დავრჩი. რომ თუ მე მეუყოფება კიდე რაღაცებში დამნაშავე, მაგრამ მათ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე, მათ შორის ექსპერტიზებზე, ჩემი ბრალდებიდან გამომდინარე მაქვს კითხვები და მათ შორის უკვე ძალიან ბევრჯერ დავაჟღერე სასამართლოში პროკურორის განაცემით აქვს გუდასტრის და უნდა დავამგრელო. ჩამიდეს ეს საკითხი და ვინმე მოვიდეს პროკურატურიდან და გამოსიქოს უკვე 7 თვეა ველოდები ამას. ჯოჯოხეთში შენ მარდა შენ შენ რუსო შენ ნარკოტიკის ჩადების გადაიცის ნარკოტიკის ჩადების გადაიცის მე შენ მორლა ბატონო გრიგოლ, თუ შეიძლება კითხვები გვაქვს ჩხრეკის ოკმთან დაკავშირებით. ჩხრეკის ოკმს რო ავსებდით, რატომ ვერ შეძველით რომ გადაგეყოთ პარალელურად? აი ესე დაცვით მოგიწევს, ხელი ცხოვრება სიარული. დღევანდელ დღეს დავკითხეთ საქმის მთავარი გამომძიებელი გრიგოლ კაჭკაჭიშვილი. ფაქტობრივად გრიგოლ კაჭკაჭიშვილის მიერ მოწოდებული სრული და მოცულობითი ინფორმაციით ნამდვილად დადასტურდა ის რომ ბოდიში გადაჭარბებისთვის უბრალოდ იარაღი რომ ქონოდა გრიგოლ კაჭკაჭიშვილს აუცილებლად ესროდა გიორგი ახობაძის, იმიტომ რომ გრიგოლ კაჭკაჭიშვილი იყო დაინტერესებული ყველა ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით. ისა მან აწარმოა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, ჩაატარა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები და საერთო ჯამში მის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან გამომდინარე ნათლად იკვეთება ის ფაქტი, რომ იგი არა ყოველმხრივ სრულად და ობიექტურად აწარმოებდა გამოძიებას და არა ყოველმხრივ სრულად და ობიექტურად მოიპოვა მტკიცებულებები, არამედ დაინტერესებული იყო კონკრეტული შედეგით და დაინტერესებული იყო იმ შედეგით, რომ მაინც და მაინც პატაკში აღნიშნული ყალბი ინფორმაციიდან გამომდინარე გამოძიება ეწარმოებინა ცალმხრივად გიორგი ახობაძის წინააღმდეგ. თითქოს გიორგი ახობაძის უკვე დადასტურებულია, რომ ქონდა ნარკოტიკული საშუალება და არანაირი სხვა ღონისძიება ნეიტრალური მტკიცებულების მოსაპოვებლად, ობიექტური მტკიცებულების მოსაპოვებლად მას არ განუხორციელებია.